თავს ყოველდღე ვეუბნებოდი, რომ საკის წინ დგებოდი და ვეუბნებოდი, ნინო, შენ არ შეგიძლია, მაგრამ შენ ეს უნდა შეძლო. კიბოს დიაგნოზი ძალიან რთულია მისაღებად და შესაძლებლად, იმიტომ რომ გონია დიაგნოზი რომ მიდეთ, ყველაფერი თავდება, ცხოვრება სრულდება, მაგრამ ეს ნამდვილად ესე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად თითქმის არაგეგმიურ პერიოდშიც კი მივდიოდი და საკუთარ თავს ვიკონტროლებდი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ კარგად ვიყავი, მე ბედნიერი ვიყავი და მშვიდად ვიყავი. რაღაცა მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ თურმე მეც ეს დიაგნოზი მქონდა, ამ დიაგნოზის მატარებელი ვიყავი და საკმაოდ ისე წასული, შორს წასული მინდა ვთქვა. მესამე სტადია, არც ისე საწყისი ეტაპი არის და ძალიან რთული იყო ამის გაგება. მეგონა რომ წუთები და წამები მქონდა გაცვლილი და აი არაფერს აზრი არ მქონდა. ერთი კვირი იმასაც ვფიქრობდი, რამდენად უნდა მემკურნალა თუ არ მემკურნალა. არ შემიძლია არასდროს ამ ყველაფერზე ვისაუბრო ემოციის გარეშე, იმიტომ რომ საკმაოდ რთული გზა არის. აი ხშირად მეკითხებიან ხოლმე რა შეგრძნებები იყო, ეს არის შეგრძნება, რომელსაც ვერანაირად ვერ გამოხატავ, გამორიცხულია. საკუთარ შესაძლებლობებზეა საუბარი, რომ შენ უნდა შეძლო მოერიო ამ ყველაფერს და შენი თავი დაარწმუნო, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩემ შემთხვევაში მართლა ბედნიერი ვარ, რომ ეს ესე მოხდა და შევწელი, მოვერი ამ ყველაფერს და ფაქტობრივად როგორც ექიმები ამბობენ, პრაქტიკულად ჯანმრთელი ვარ. ჩვენთან ასეთ ტერმინებს ხმარობენ ონკოპაციენტებში. გასულია უკვე ჩემი დიაგნოზიდან 3 წელი და რატომღაც განწყობა ისეთი მაქვს, რომ დარწმუნებული ვარ, რომ არასდროს აღარაფერი აღარ მექნება. სოლიდარობა. ონკოპაციენტების სოლიდარობა. გამომხატველი სიმბოლო. მაგისტრები ესამისფერი არის უფრო ჩვენი ონკოპაციენტები. სხვადასხვა რაღაცების ზოგადად სიმბოლოა სოლიდარობის. მე ვარ მარი, ონკოპაციენტი. 2 წლის წინ ჩვეულებრივი ვიზიტის დროს, რომელსაც წელიწადში ერთხელ ვიტარებდი ხოლმე სკრინინგ ცენტრში, აღმოვაჩინე, რომ მაქვს საყურადღებო კვანძი. ჩემს დასკვნაში, როდესაც წავიკითხე, რომ სპეციალიზირებულ კლინიკაში უნდა გადასულიყავი შემდეგი კვლევებისთვის, ეს უკვე ჩემთვის ანგაჟის ზარი იყო. თუმცა მინდა გითხრათ, რომ სკრინინგი, რომელიც გულისხმობს ჯანმრთელი მოსახლეობის გამოკვლევას, არის ძალიან დიდი და საჭირო სერვისი, რომელსაც უნდა ისარგებლოს ყველა ქალმა 40 წლის წელი. ევროპა დონა საქართველოს და ჩვენ მისი აქტიური წევრები პერიოდულად გავდივართ ხოლმე რეგიონებში და ცნობიერების აღმავლობის მიზნით ვხვდებით ქალბატონებს, რომლებსაც სკრინინგის მნიშვნელობაზე ვესაუბრებით. მათთვის ძალიან დიდი მაგალითი არის ჩვენისთანა ადამიანების ნახვა, ჩვენაირი თვალების ნახვა, გადარჩენილი სიცოცხლეების ნახვა და ასევე იმ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომლებსაც რაღაცა მიზეზების გამო ეშინიათ თუნდაც ექიმამდე მისვლა. ქალებს, რომლებსაც ეხლა ამ პერიოდში აღმოაჩნდათ ეს დაავადება, მინდა უთხრა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ ფაქტორს. ანუ შენ საკუთარ თავზე უნდა იმუშაო გადარჩენისთვის და მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუმართავს სკრინინგ ცენტრისთვის, მინდა უთხრა, რომ ჩაიტარეთ სკრინინგი და იყავით დაცული. გახსოვდეს შენი სიცოცხლე შენს ხელში.